ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმე ნამდვილად არის ნიკა აკაციას საქმე, ბრალდების საქმე, რის გამოც ის ახლა განსაზღვრელი სკამზე ზის. რამდენიმე წუთში დაიწყება სასამართლო პროცესი, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის გამოჩენას ელოდებიან. ახლა საქალაქო სასამართლოს მეორე დარბაზში სრულად გადავსებული არის დარბაზი. ნიკა აკაციას გულშემატკივრების ნაწილმა ვერ მოახერხა დარბაზში შესვლა. ბრალდებული სკამზე უკვე ზის დატყვევებული ჟურნალისტი, დღეს დასკვნითი პროცესი უნდა იყოს მის საქმესთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი არის მუხლი რა მუხლითაც ასამართლებენ ნიკა აკაციას მას 20 წლამდე უვადო პატიმრობა ემუქრება თუმცა საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმის დამადასტურებლად რომ ნიკა აკაციას ეკუთვნოდა ნარკოტიკული საშუალებები მიუხედავად იმისა რომ ძალის გამოყენებით მოხდა პოლიციელების მხრიდან დნმ-ის აღება და შემდეგ ნარკოტიკულ საშუალებების პაკეტზე დატანა არანაირი მტკიცებულება საგამოძიებო უწყებას არ აქვს არ ყავთ ასევე ნეიტრალური მოწმე საქმეში წარდგენილი არ აქვს ვიდეო ჩანაწერები რომელიც ჭხრეკას ასახავს ბუნებრივია ყველა მტკიცებულებასთან დაკავშირებით დღეს გაამახვილებს ყურადღებას ადვოკატი რომელიც სულ ცოტა ხანში დასკვნითი სიტყვით მიმართავს სასამართლოს ნიკა აკაციას მზად აქვს საბოლოო სიტყვაც ის მზად არის დღესვე მიმართოს საბოლოო სიტყვით მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს თუმცა უცნობია დღესვე დადგება თუ არა ამ საქმეზე ვერდიქტი პოლიტიკური თუ თამარ მჭედლიშვილის ხდომას გადადებს და საბოლოო სიტყვისთვის სხვა დღეს გამოყოს და სხვა პროცესს არავინ არ იცის რაც შეეხება ნიკა აკაციას ოჯახის წევრებს მიუხედავად იმისა რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით გასამართლებულების დიდი ნაწილი გაათავისუფლეს და უდანაშაულოდ გამოაცხადა საქალაქო სასამართლოს მათ ობიექტური გადაწყვეტილების იმედი მაინც არ აქვს და ღიად ამბობენ რომ ვიდრე სინდისის ყველა პატიმარი არ გათავისუფლდება ისინი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას არ შეწყვეტენ ეს ნიკოლას კაციას სისხლის სამართლის საქმეზე ვამბობ დასკვნით სიტყვა, სადაც ყველა დეტალზე, რომელიც იყო უკანონო და შესაბამისად ბრალდების ხარიმ ვერ უზრუნველყო იმ სტანდარტების დაკმაყოფილება, რაც აუცილებელი იყო სისხლის სამართლის საქმის წარმოებისთვის ვერ დააკმაყოფილა და შესაბამისად გავამახვილებ ყურადღებას და მივმართავ სასამართლოს, რომ მიაქციოს ყურადღება იმ ფაქტობრივ გარემოებზე, რაზეც გამომძიებლებმა ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები მათი უსუსური და აბსურდული არგუმენტაციით რატო ვერ იქნა გადაღებული ვიდეო ასე ვთქვათ გადაღება რატო ვერ იქნა ნეიტრალური მოწმის ჩართვა პირადი ჩხრეკისას მოლოდინი მაქვს რომ ნიკოლას კაციას მიმართ უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი არა იმიტომ რომ ვიღაცამ კეთილი ნება გამოიჩინოს არამედ იმიტომ რომ ნიკოლას კაციას მიმართ არ არსებობს არანაირი მტკიცებულებითი სტანდარტი რომელიც მისცემს ობიექტურ პირის იმის საშუალებას რომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს თუ გავითვალისწინებთ ის რომ მტკიცებულება არ არსებობს, ალბათ ნორმალურ სასამართლო პირობებში ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება იქნებოდა ის, რომ გაინთავისუფლებინა სასამართლო დარბაზიდან. და ამას კიდე ამტკიცებს ისიც, რომ რამოდენიმე პროცესი იყო, სადაც გამამართლებელი განაჩენი დადგა. თუმცა იმედს მაინც არ ვიქნი, რადგან არ ვიცი ამ ადამიანების თავში რა იხარშება, ვირაც გადაწყვეტავს, იმიტომ რომ აქ მოსამართლეები რო არიღებენ გადაწყვეტილებას ეს 2x2-4-ია. გამამართლებელი განაჩენის შემთხვევაშიც, სანამ ყველა პოლიტპატიმარი არ იქნება თავისუფალი, იქამდე ამ ბრძოლას ვერ ჩავთვლი, რომ გავიმარჯვეთ ამ ბრძოლაში, ვერ ჩავთვლი, რომ რაიმე სამართლიანი განაჩენი დადგა, შესაბამისად, რა ვიცი, ვიბრძოლებ იქამდე, სანამ ყველა პატიმარი არ დატოვებს, რეჟიმის ყველა ტყვე არ დატოვებს საპატიმროს. საქალაქო სასამართლოს მეორე დარბაზში ნიკა აკაციას სასამართლოს ხდომა იწყება პირველ დარბაზში კი სინდისის 11 პატიმარს ასამართლებენ დასკვნით სიტყვებს დღეს ადვოკატები ამბობენ ამ წუთებში მიმდინარეობს სწორედ ადვოკატების სიტყვა ისინი საუბრობენ იმ აბსურდულ საქმეებთან დაკავშირებით რის გამოც საპატიმროში არიან 9 თვის განმავლობაში სინდისის პატიმრები ამ წუთებში ლუკა ჯაბუას ადვოკატი მიმართავს სასამართლოს მან სასამართლოს და მოსამართლეს უთხრა რომ 9 თვიანი საქმის განხილვების განმავლობაში 9 ჯერაც კი არ უხსენებიათ ბრალდებული ლუკა ჯიქიას სახელი და გვარი ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტთან დაკავშირებით რომ სახელმწიფო ორგანოები სინდისის 11 პატიმარს ჯგუფურ ორგანიზებულ ძალადობას ედავებიან თუმცა ბრალდების მხარის წარმომადგენლებმაც კი მათი დასკვნითი სიტყვებიდან და საქმის წარმოებიდან ორგანიზებული სიტყვა გააქრეს იმის გამო რომ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობას ვერ უმტკიცებენ ბრალდებულებს
ბრალდების მხარეს უნდა წარმოედგინა მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა პირველი ლუკა ჯაბუას წარსული ნაცნობობის ფაქტი რომელიმე ბრალდებულთან, მეორე ლუკა ჯაბუასა და ბრალდებულების წინასწარ შეკავშირების ფაქტი, მესამე ლუკა ჯაბუას მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ვინმეს მითითებით შესრულების ფაქტი, მეოთხე ლუკა ჯაბუას მხრიდან 29 ნოემბერს აქციაზე კონკრეტულ დროსა და კონკრეტულ ადგილზე ვინმეს მითითებით ყოფნის ფაქტი, მეხუთე ორგანიზატორის ან ხელმძღვანელის არსებობის ფაქტი, მეექვსე ლუკა ჯაბუასა და ორგანიზატორის ან ხელმძღვანელის კავშირის დამადასტურებელი ფაქტი, რაც ვედავებით ლუკა ჯაბუას, როდესაც აშკარაა, რომ არც ერთი დაზარალებული მისი მხრიდან არ დაზიანებულა. ეს გამოიკვეთა მოწმეთა ჩვენებებით, ვიდეო ჩანაწერის გამოკვლევით, სადაც აშკარაა, რომ პოლიციელის მიმართულებით არაფერს ისვრის. წარმოდგენილი პოლიციელი მოწმეთა ჩვენებებით რითიც დამტკიცდა, რომ მას ზემოთხსენებული გარემოებების გათვალისწინებით არავინ დაუზიანებია და ბოლოს იმ საგნის არ ქონით, რომელიც ადამიანის ან ცოცხალი ობიექტების დაზიანებას შეძლებდა. საუბარი აღარაა იმ გარემოებაზე, რომ პარლამენტის მიმდებარედ სხვადასხვა ტერიტორიაზე დაზიანებულ მუნიციპალურ ქონებას ლუკა ჯაბუას ვერ შევურაცხავთ ბრალად, ვინაიდან ჭიჭინაძის ქუჩაზე ყოფნით ფიზიკურად შეუძლებელია სხვა ქუჩებზე რაიმე ობიექტების დაზიანება. ლუკა ჯაბუას ადვოკატების მსგავსად სხვა ადვოკატებიც აპელირებენ იმ თემასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებულები წარსულში ერთმანეთს არ იცნობდნენ, არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება საქმეში, რომელიც დაადასტურებს, რომ წარსულში ნაცნობობა მაინც აკავშირებდათ ბრალდებულებს ერთმანეთთან. სინდისის 11 პატიმრის საქმე სალომე ზურაბიშვილი ესწრება, მან ცოტა ხნის წინ პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა მისი განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით და სალომე ზურაბიშვილიც მიუთითებს სწორედ თემასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებულებს წარსულში არაფერი არ აკავშირებდათ, გარდა იმისა, რომ მათ ქვეყნის ევროპული მომავალი აერთიანებთ. ამ წუთებშიც მიმდინარეობს სინდისის 11 პატიმრის სასამართლო პროცესი და ამის პარალელურად რამდენიმე წამში უნდა დაიწყოს ნიკა კაციას სასამართლოს ხდომაც. ჯერჯერობით უცნობია დღეს დადგება თუ არა კაციას საქმეზე პოლიტიკური ვერდიქტი.